ისე მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად თამარის საძამთრო კოშკიდან და აბა ნახეთ რა ხალხმრავლობა და აქ აი გადაიხედეთ ესე უცბად მოვატარებ აქაურობას და აი ეს კოშკი და ნახეთ ვინ დაგხვდნენ აქ ნახეთ აჰა მალაიზია დაგხვდა აქ აბა ქართველი ვართ 1 2 3 4 5 ხო კარგია მაინც 5-ნი ჩვენ ვართ მაინც არ გჯობნიათია Berto! Სიცილია. ქართველებო, სადა ხართ? გამოდით მაგ თქვენი ბიუროებიდან გამოდით. მოიცა, ვანაღოთ. მეგობრებო, ჩვენ აქ ერთი გზა არის, თურმე ადვილი ამოსასვლელი, მაგრამ ისეთი გზით ვიარეთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, საჩუქრები მოგცა ამ გზამ, ხალხო, ნახეთ. რა ვიპოვეთ? ნახეთ რა ვიპოვეთ. წითელ ქუდები ვიპოვეთ იმდენი, რომ 1-5 კილო მაინც იქნება. აბა. წავიდეთ აბა ახლა იქით. სასაფლაო გზა არის აქ არ ამოდის ესე იგი. ცხენი, აქ ცხენით რა მოხართ მეგობრებო, აუცილებლად ფეხით უნდა იაროთ, თუ გინდათ რომ ესტუმროთ თამარის კოშკს. ეს მარტო კოშკი არ არის, აქ მთელი სასახლე ახლა დანგრეულია, ალბათ ჩამოშლილია, აქ ზამთარში აქ ატარებდნენ, ზამთარს კი არა და უბრალოდ საზაფხულო კოშკია ბოდიშით ამერია. ეს არის საზაფხულო კოშკი. ხო. აქ უნდა ცხოვრობდნენ წესით ზაფხულში უნდა ცხოვრობდნენ მეფეები. უნდა ეცხოვრათ და ცხოვრობდნენ ალბათ კიდეც. მაგრამ რადგან თამარის კოშკი ქვია, მე მგონი მარტო თამარმა ააგებინა აქ ეს კოშკი და მარტო თამარი ცხოვრობდა აქ. სხვა მეფეები მე მგონი აქ არ ცხოვრობდნენ. აქ ამოსვლა დაეზარებოდათ ვიცი. ულამაზესია უშკური, აი ძალიან ლამაზია. იქ საზამთრო კოშკი დაბლა არის. ეს საზაფხულო კოშკია მეგობრებო. ამდენმა ჰაერმა ტვინი ამირია. გეუბნებით მე თქვენ. როგორც გავიგეთ, წირვა გადაიდო 1 კვირით. ამიტომ ჩვენ დრო მოგვეცა რომ ამოსულიყავით საზაფხულო კოშკზე. ხო და? ასე ოხდა. თი აბა შენი შთაბეჭდილებები მომიყევი. შთაბეჭდილება საოცარია. რაოდენობა ამისილამაზის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ახლა მე ამოვედი პირველად და ვერ ვაღებს სიტყვებს ემოციისგან. აი, ულამაზეს, ამაზე ლამაზი არ არის ბოლოს. აი, როგორც თამარ დედოფალს შეეფერებოდა, ხო? ზუსტად ეგეთი ადგილია. ხო და იმიტომაც მოძებნა აქ ეს ადგილი და მე მგონი თავებს აწყევრინებ და იმ ხალხს აქ რა უნდა, მაგრამ აჰა, ლამაზია რა გინდათ. იმიტომ მქონდა თამარს გახსნილი. აგერ წითელ ქუდებსაც მიირთმევდა თურმე. აბა ასია, ჩვენ არ გვიჭამიან ჯერ ეს წითელ ქუდები, მეგობრებო, არ დაგვაბრალოთ. ეს წითელ ქუდები ჯერ ეგეთიც უნდა გაახმოს ადამიანმა და მერე მისი ფხვნილი სამკურნალო არის, კი ბატონო. ასე რომ აქ პატარა ეკლესიასავით არის, ნიშა არ ვიცი აქ რა ხდებოდა. მაგრამ აშკარად საქართველოს დიდების ხატი არის დაბრძანებული. თუ მოიცა ახლოს მოვიყვანო? არა, საქართველოს დიდების, ამაღლების, სამების, დედაღვთისმშობლის
საკმაოდ დაზიანებული არის ეს კოშკი. კი არის იქიდან ნახე, იქიდან შესასვლელი არის, მაგრამ საშიში იქნება იქ შესვლა, მაგრამ შეხედვა შეიძლება შევძლოთ. წამოაბა იქით გავიდეთ ერთი. და ვილად არ ამბობდნენ თამარზე ჯიხვი იყო და აჰა ჯიხვი ყოფილა. ხო უი მოკლედ ამ კოშკს უნდა უარო და ალბათ შევარდებით შიგნით. შესასვლელი ამ კოშკში შესასვლელი საიდუმლოდ არის შენახული. აქეთ არ არის შესასვლელი. შესასვლელი არ არის, ხო? მოიცა თავზე არ დაგვეცეს რამე. მგონი დაცოც კლდენ სვლელი კი არა მთასვლელი ყოფილა ეს თამარიკაც. გადავირიეთ. გაგვაოცა თამარმა ჩვენ. ლებს აკეთებდა ეს გოგო. აი შეცვლელი აი სადმე შეფრინდა. მე მგონი დაფრინავდა კიდევაც თამარი. აქ იქნებოდა ასასვლელი? აჰა. ეს მერე მიშენებულს გავს, მაგრამ იქ გამოუთხრიათ იქ შემოსასვლელი. დედა რაზარმაცი ხალხია კაცო, შემოსასვლელი იქიდან ვერ იპოვეს და აქედან გამოუთხრიათ და დაუმახინჯებიათ ეს. აქედან ეს უფრო გალოის იქნებოდა. ანუ აქედან შევიდება აქ. დანგრეულია ეხლა აღარ არის. აქედან იქნებოდა შემოსასვლელი, აქედან ალბათ კიბე იყო, აქ კიბე ედგა რა, თორე ეხლა იქ რანაირად. მაშ მეგობრებო, იქ ვერ ავძვრები ეხლა ნამდვილად, იმიტომა არ ღირს, თორე კი შიგნით აქ ხდება მხოლოდ ნანგრევები და აი ახლა იქ დავჭდეთ მიზეში და შევირგოთ აქაური ენერგია, დავიტენოთ. აი აქედან თოვლის ჩანს, თაც ჩანს, ბარიც ჩანს, ბარი ნაკლებად, მაგრამ ულამაზესი ადგილია მართლა. აქ რო იცხოვროთ, გაგეხსნება კი არა, გაფრინდები მე მგონი. ეგ არის, მაგიტოვან ყოფეხლა დავიტენოთ. ხო და გავფრინდეთ ჩვენც. გავახმოთ ეს. შევისხათ ფრთები ცოტა შევჭამოთ და ჩავფრინდეთ დაბლა. მოკლე გზით. ისეთი მაგარი ადგილი ამოვიარეთ. ლაშა, აი ხლა შენ გითხარი, რა მაგარი ადგილები ვნახეთ დღეს. გზა. ჯერ საიდან ამოვედით. ილა არ ამოვსურვართ იგი აგერგვა. მე გზა შეგვეშალა, გზა რო შეგვეშალა, არ ვინანეთ, იმიტომ რომ იმდენი სადამყვანავ ნახეთ რომ. დინარე პოპე. ხო. აი რა ქვია სამიარე. წავ. დინარე ვტოპეთ, კლდეზე ვიცოცეთ, ტყე გამოვიარეთ და საბოლოო ჯამში მოვედით და თურმე იქიდან არ არის ამოსასვლელი. არა მეგობრებო, ჩვენ სხვანაირები ვართ და ჩვენ სხვა გზით მოვედით, გესმით? ჩვენი გზა უფრო ძალიან საინტერესო იყო. საინტერესო იცი რა არის? აი რო მოვიდიოდი ხო ძალიან დავიღალე. აი ლამის ვიტირე, ისე მეტკინა ფეხები და всё. ფეხები აღარ მოდიოდა, აი ვაკეზე რო გამოვედი. სურათიც არ გადაგვიღიათია, დაგვავიწყდა ყველაფერი, ხო? ყველაფერი მომეხსნა. აი ეხლა არაფერი აღარ მაწუხებს. არც ფეხი მტკივა, არც დაღლილი ვარ, არც არაფერი. სხვადასხვის ეგ მომენტი არ მაქვს ხეობაში არის. აუ. და რა, აი აქედან ამოვედით აქ. და ისე სხვათა შორის 4 საათი სჭირდებაო და ჩვენ 1 საათში ამოვედით. ესე იგი ძალიან მოკლე გზით გვივლია და ძალიან ძნელი გზით. ხო და ლილი, მადლობა თამარ, მადლობა ისა
მადლობა თქვენ. აგერ თამარის კოშკთანაც ვართ. ულამაზესი ადგილია მართლა მეგობრებო რა. აი მესტია ხო ლამაზია, მაგრამ მესტიაზე უფრო ლამაზი არის უშგული. აქ რაღაცნაირად სხვანაირად განსაკუთრებული ადგილია და სხვათა შორის გუშინ ჩვენ რო დავრჩით აქ რაღაცა ხილვები კი ქონდა ჩვენს ორივეს თიასაც და მეც და მე მოგიყვებით მაგ ხილვებზე, ხო? თავარია ახლა ჩვენ მშვიდობით დავბრუნდეთ უკან. ჩავიდეთ მეორე გზაც ვნახოთ როგორია. ახლა წავედი მე დაგემშვიდობებით და შეიძლება დღეს კიდევ შემოგიერთდეთ.